მადლობთ. ბატონ რადიონა თამაშობს ხო? აი მოგონი ხო? მოგესალმებით, ჩემს გამოსვლაში მინდა ვისაუბრო იმ გზაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ გავიარეთ და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიყავით ის, ვისი უფლებებიც ყველაზე მეტად იყო შელახული, ვისაც ყველაზე მეტად გვიხდებოდა დისკრიმინირებულ გარემოში ცხოვრება. არც ერთ გადაწყვეტილების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი არ იყო ჩართული, შესაბამისად არ ხდებოდა ჩვენი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება. თუნდაც ისიც, რომ პრეზიდენტი, რომელიც 9 წლის მანძილზე წარმოადგენდა ქვეყნის პირველ პირს, არც ერთ საჯარო გამოსვლაში ერთხელაც კი არ ახსენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მიგვიყანა იქამდე, რომ ჩვენ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი 9 წელი, რომლის გამო ჩვენ დავკარგეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თაობები, რომლებმაც ვერ შეძლეს თვითრეალიზაცია, საკუთარი პოტენციალი საკუთარ სამშობლოს ვერ მოახმარეს, არა იმიტომ, რომ მათ ეს არ შეეძლოთ, არამედ იმიტომ, რომ სისტემამ არ მისცა მათ ამის საშუალება. ამ სისტემის ზღვევა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მერვე მოწვევის პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. რასაც შემდეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივაც მოხდა. გამოყოფ ერთ-ერთ ეს არის 2014 წლის 51 დადგენილება, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამშენებლო რეგლამენტს, ნორმალების რეგლამენტს ეხება და ეს უკვე დააკანონა, მანამდე ესეთი რეგულაციები არ არსებობდა, სავალდებულო გახადა. ამ დადგენილებას გაძლიერება სჭირდება ახსულების მექანიზმების მიმართულებით, ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე დღეს ჩვენ ვდგავართ, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ გაეროს კონვენციის იმპლემენტაცია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ აქტიურად და იმპლემენტაციის პასუხისმგებელი ორგანოს მიმართულებით უნდა დავიწყოთ აუცილებლად დაუყოვნებლივ მუშაობა. ერთი არის ხადი, რომ საქართველოში ცხოვრობს 250,000 ადამიანი, რომელმაც ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ისინი ძალიან დიდი იმედით არიან და მე მინდა ამ ტრიბუნიდან მათაც მიმართო და უთხრა, რომ ხადია ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მათი იმედები გაცვდეს და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხი იყოს შეუქცევადი პროცესი. მადლობთ. მადლობა. ბატონ გურამ მაჯარაშვილს ხო? მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები პრემიერობის კანდიდატს, მთავრობის წევრობის კანდიდატებს. პირველ რიგში მინდა მივულოცო